მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ არ Morning Drive-ზე, მე დათში ვარ. ეს კი ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ Porsche Carrera GTS. I'm going through something, that's why I ain't calling. Phone and progression is all that I wanted. The phone and affection, I summon and dub it. Cause I got problems on problems on problems on problems on problems on problems. I solve them. I run through the money. The pressure be calling. Left on my blessings. I feel like I'm როგორც გითხარით, ყავს Porsche 992 Carrera GTS. სანამ ვიზუალს დაგათვალიერებინებთ, მაგამდე კონკრეტულად სპეციფიკაციებს გაგაცნობთ, არის 3-დან 0, არის 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 480 ცხენის ძალას. 0-დან 100-მდე აჩქარება აქვს დაახლოებით 3 წამი. 100-ს ეს მანქანა ჩქარდება დაახლოებით 7.5-ში, 7.5-მდე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ არის Porsche, ამ ყველაფერს აკეთებს ძალიან სტაბილურად. ავტომობილის გარე დიზაინს რო შევხედავთ, პირველ რიგში გვხვდება დამახასიათებელი Porsche-ს ფარები, რომელიც ასევე ამ შემთხვევაში განსხვავდება და არის ეგრეთ წოდებული LED matrix სისტემით, რომელიც თავისებურად ჭკვიანი არის და ამას უკვე უშუალოდ მოძრაობისას ხვდებით. Carrera GTS-ის შემთხვევაში არ გვაქვს კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე სისტემა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აპორნები თავისუფლად ერევა ამ მანქანას და საერთოდ არ აქვს გადახურების პრობლემა. არის უკანა წამყვანი, შესაბამისად, უკანა საბურავის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში გუდი არის ნახევრად სლიკები აყენია 305 ზომები და ეს საბურავიც სავსებით საკმარისი არის თან რომ გაერთოთ და ტრეკზე როცა გადახურდება, შესაბამისად, მოჭიდების პრობლემა საერთოდ არ აქვს ამ მანქანას. იქიდან გამომდინარე, რომ არის Porsche და აქვს PDK-ს გადაცემათა კოლოფი, რომელიც არის ნახევრად მექანიკური, ასე ვთქვათ, როგორც BMW შემთხვევაში არის DCT. ადგილიდან, როცა დონატის გაკეთების სურვილი გექნებათ, ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ არის უკანა წამყვანი, მაგ დროს Porsche იჩენს თავს და, მოკლედ, სავსებით საკმარისად არ გაკეთებინებთ 2 წრეზე მეტრს. შემდეგ უკვე სისტემა მაინც გირთავთ, იმის და მიუხედავად მოწვრება ბოლომდე გაქვთ თუ არა გათიშული და ასე ვთქვათ, მანქანა სწორდება. რაც შეეხება გასაღებს, გასაღები გვაქვს ესეთი Porsche-ს ფორმის, ძალიან ლამაზი დიზაინით. როცა ვაღებთ, ეს კარის სახელურიც იხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მანქანა არის მთლიანი ასე ვთქვათ, სპეციფიკაციებით, ანუ full ნავარდ კარი, როგორც ასე უწოდებენ, ეს მანქანა მოდის Bose-ის აუდიო სისტემით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ გვაინტერესებს და პირველი ამ სკამებს დაინახავდით, რომელიც არის ბაქეთ-სითები. ესეც რა თქმა უნდა არის ოფცია და არის მთლიანად კარბონის საზურგეებით. ერთადერთი, რასაც ამ სკამებზე ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ არის მთლიანად ბაქეთ-სითი და კარბონის, ეს სკამი არ რეგულირდება საზურგის კუთხით. მხოლოდ წინ უკან და სიმაღლის რეგულირების საშუალება გაქვთ.
რაც ასე ვთქვათ, მცირე დისკომფორტს ქმნის ქალაქში, თუმცა მაგას უკვე უშუალოდ გადაადგილებისას მოგიყვებით. გზავრის მხრიდანაც რო შევაფასოთ, აქ კარერა GTS-ის წარწერა გვაქვს, ალკანტარაში შესრულებული ტორპედოს ქვედა ნაწილი, ყვითელი ძაფის ელემენტები. ამ შემთხვევაში ეს მანქანა არის მაქსიმალურად დამსუბუქებული სპეციფიკაციით, ასე ვთქვათ, შესაბამისად მინები გვაქვს უფრო თხელი, ეს ბაქეცითებიც ამაში შედის და კიდევ სხვა ერთეული ნაწილების ხარჯი არის უფრო მსუბუქი, ვიდრე იქნებოდა სხვა კლასიკური კარერა GTS. ეს ვერსია გამოდის კომფორტს გამებითაც, როგორც ვახსენე. ამდენჯერ რადგან ვახსენე ეს დამსუბუქება, ეს მანქანა არის სადღაც 1600 კილოგრამამდე, რაც ძალიან მსუბუქი არის თანამედროვე მანქანებისთვის. ეს კარები ცოტა ძლიერად უნდა დავხუროთ, თორე სხვა შემთხვევაში არ იკეტება. გარდა რაც შემიძლია გაჩვენოთ ისე ამ მანქანას ძრავი უკანა აქვს, შესაბამისად წინა მხარეს გვაქვს სათავსო, მაგასაც გაჩვენებთ. წინა მხარეს გვაქვს ესეთი სათავსო. სავსებით საკმარისი არის ორი ადამიანის მსუბუქი ბარგი რო ჩაალაგდეს და იდეაში ამ მანქანით სამოგზაუროდ მაინც არავინ არ წავა, შესაბამისად სავსებით საკმარისი არის ეს სივრცე. რაც შეეხება უკანა მხარეს აქედან იხსნება და გამოიყურება ეს. აქ ერთადერთი რა წარწერაც არის 3-დან 2 GTS-ი გვიწერია და გვაქვს უბრალოდ Z-ის დამატების და წყლის დამატების საშუალება. დანარჩენი არაფერი აბსოლუტურად. დიზაინის მხარეს რაც მინდა აღვნიშნო, ეს ფარები არის ჩემი ფავორიტი თანამედროვე Porsche-ებში. ეს მანქანა საღამოს რო გადაადგილდება, ეს მთლიანი ზოლი არის ერთ ფერში წითლად განათებული და აი ძალიან ელეგანტურ ვიზუალს აძლევს. ეს გამშვების თავებიც ძალიან მოწონს მაგონებს 911 Turbo S-ის გამშვებს და ვიზუალურად ძალიან კარგი არის. კარერა GTS-ები რაც მინახავს, მოკლედ, ესეც არის ოფცია, ეს ყველას არ მოყვება. ამ სპოილერის გარეშე ეს მანქანა მე არ მომწონს პირადად, ეს ჩემი აზრი არის და ჩემი გემოვნება არის და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს სპოილერი ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ამ სპოილერის გარეშე ეს მანქანა უბრალოდ ვერ წარმოვიდგენია. იდეაში გარე ვიზუალი სულ ეს იყო. მოდით გადავინაცვლოთ უკვე უშუალოდ სიარულზე. ნახოთ ნაწილობრივ კი განახეთ უკვე, რადგან დღეს Porsche-s კლუბის შეკრება იყო, მაგრამ მაინც ეხლაც გაჩვენებთ როგორ დადის ეს ავტომობილი. თან მოგიყვებით უკვე უშუალოდ გადაადგილებისას, რა შეიძლება რომ დისკომფორტი შეგიქმნათ, რა არის ამ მანქანის პლუსები თუ მინუსები. ამ მანქანის ჩაჯდომა გადმოსვლაც საკმაოდ თავისებური არის. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქეცითები გვაქვს. ჩაჯდომა გადმოსვლისას მოკლედ ეს ნაწილი ამოწეული რო არის, თავისებური ჩაჯდომა გადმოსვლა უნდა. შესაბამისად შედარებით დიდი წონიანი ადამიანი ეს მარტივად ვერ გადავა და ვერ ჩაჯდება. დაქოქვას მოკლედ კლასიკურად მარცხენა მხარეს აქვთ დატოვებული. ეს ზამოკი იხსნება ეგრეთ წოდებული ერთი გადაწევით და შემდეგ გადაწევით იქოქება. რაც შეეხება ღვედს, ძალიან მომწონს ეს ყვითელი ღვედი, რომელიც გვაქვს. კარგით, რაც შეეხება დანარჩენს, ახლა ინტერიერში აქაც გვაქვს კარბონი, აქაც კარბონი გვაქვს და მულტიმედია გვაქვს ძალიან კარგი. წინა მაჩვენებელთა დაფას რაც შეეხება, ძალიან მომწონს ეს შუაში მთავარი ძრავის ბრუნების მაჩვენებელი ის არის. მარჯვენა მხარეს გვიჩვენებს უკვე ტემპერატურებს და მარცხენა მხარეს რამდენი კილომეტრის-საათით გადავადგილდებით. რაც შეეხება აქ drive mode-ი შეგვიძლია ეკრანიდან შევარჩიოთ, ეს start-stop-ი რა თქმა უნდა გავთიშოთ და სპორტული გამშვებ სისტემას როცავთავთ უკან ეგრეთ წოდებული დროსელი იხსნება და უფრო გვაქვს აგრესიული ხმა. ეს ცხვირის აწევის ფუნქცია, რომელიც ასევე დამატებით ფუნქციებში შედის და ყველა მანქანას არ მოყვება, მოცურების გათიშვა, რომელიც ორდონიანი გვაქვს ნახევრად და ბოლომდე და ეს უკვე ჩვენი დაკიდების სისტემა. ეს პატარა ღილაკი ასევე drive mode-ების შეცვლაში გვეხმარება, ზემოთ რო ავალთ ხმასაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა. დანარჩენი ეს არის ჩვენი ლუკის გამაკონტროლებელი ღილაკები და ეს პატარა გადასართველი ჯოისტიკი ეგრეთ წოდებული არის
რომ შევცვალოთ წინ გვინდა წასვლა თუ უკან. ამ შემთხვევაში მანუალში შეგვიძლია გადავრთოთ ანუ D-ში, შემდეგ მანუალში და შეგვიძლია რომ იდეაში დავიძრათ. რაც შეეხება ლანჩს, ძალიან მარტივი არის, უბრალოდ მუხრუზე რომ დავაჭერ შემდეგ ესე აქტიურდება ლანჩის ლანჩ კონტროლი ეგრეთ წოდებული. ამ შემთხვევაში ჩვენ წავიდეთ. და ეგრეთ წოდებულ ბლოუერებს აქვს ძალიან კარგი ხმა. ტურბოსგან ეს ჰაერი რომ იცლება. ძალიან კარგი და სტაბილური აჩქარება გვაქვს ამ Porsche-ში. ესე ჩაულებრივ მოძრაობისას საკმაოდ გრუპი არის ხა რა თქმა უნდა ამანქანას იდეაში არ ვფიქრობ რომ სირბილე მოეთხოვება ხმებს რაც შეეხება გარედან საკმაოდ ჩამოდის ხმები და ეგ არის გამოწვეული ამ პაკეტიდან გამომდინარე იქიდან გამომდინარე რომ ეს არის დამსუბუქებული ვერსია ეს სურვილი რომ იყოს მსუბუქი ну რა თქმა უნდა აკლებს იმ კომფორტის დეტალებს რა აჩქარება ძალიან სტაბილური აქვს, გადაცემათა კოლოფი იდეალურად მუშაობს. უბრალოდ ერთადერთი შეგრძნება რაც არ მომწონს არის ეს ორდონიანი მუხრუჭის გრძნობა. ანუ ერთხელ რო აჭერ მუხრუჭს, აი მე კიდე მეორე ღილაკივით აქვს რა ეს მუხრუჭი და მოკლედ მე იდეალურად აჭერს. უბრალოდ აი შესაჩვევი მომენტი არის რა. ეხლა ჩემ შემთხვევაში სუპრაზე ერთიანი დაჭერას ექვემდებარება ჩემი მანქანა და მაქედან გამომდინარე. ყოველდღიურად გადასაადგილებად ერთადერთი რაც შეგზღუდავთ კომფორტის თვალსაზრისით არის ეს კამები. იქიდან გამომდინარე რომ ეს კამები არ რეგულირდება, გიწევთ სულ ერთი და იგივე პოზიციაში ჯდომა. და ეგ ნუ ბევრი ადამიანისთვის დისკომფორტი არის, შესაბამისად გარკვეულწილად ცოტა რთული იქნება ამ მანქანით ყოველდღიურობაში გამოყენება. ანუ აქ გვაქვს ესე იგი ინდივიდუალური მოუდი, სპორტ პლუსი, სპორტი, ნორმალი და ჩაულებრივ წვიმაში სასიარულო რეჟიმი. ამ შემთხვევაში ხა ნორმალში გადმოვთი და თვითონ შეცვალოს სიჩქარე რომ ცოტა მეტი ვისაუბრო სალონში. საჭე მომწონს ძალიან, ანუ აი იდეალური ფორმები არის და სხვათა შორის ჩემი M6 საჭე ვისაც გახსოვთ, იმ საჭეზე ყოველთვის კარგ ვსაუბრობდი. აი რაღაცით მაგონებს იმ საჭეს, ეს მრგვალი, ძალიან იდეალური ფორმა და შიფტერებიც ძალიან იდეალურ ადგილას არის განთავსებული, ზომაც ძალიან კარგი არის, არ მიწევს რომ ეს თითები შიგნით შევწიო და რაღაც ვიწვალო, არაფერი, ყველაფერი არის თავის ადგილას იდეალურად. ფარების კონტროლი მარცხენა მხრიდან ხდება, როგორც ეს ეგრეთ წოდებული სტარტ-სტოპივით არ არის, იდეაში გადასაღების ფორმა აქვს დატოვებული ძველი Porsche-ებიდან გამომდინარე, რომ მანქანაში სწრაფად რო ჩაჯდები, მალევე დაქოქო ეს ერთ-ერთი ახსნა არის ამ მარცხნივყოფი დასაქოქის. გვაქვს ასევე კრუიზ კონტროლი გვაქვს წინ ამ მანქანას დისტრონიკი უყენია და ავტომატურად აღიქვავს როცა რაიმე საფრთხე არის მაგალითად ავტომატურად აღიქვავს როდის შეიძლება დამუხრუჭება წინ გვაფრთხილებს როდის არის სამუხრუჭე დრო და ასე შემდეგ აკაც შეიძლება ერთი რო დავაჭერთ
ძალიან მომწონს ეს ეგრეთ წოდებული blow off-ის დაშლის ხმა. ვისაც გახსოვს სხვათა შორის ესელი გადავიღეთ 63. იმ მანქანასაც ანალოგიურად ჰქონდა ეს blow off-ის ჰაერის დაცლის ხმა და შესაბამისად ამ მანქანაშიც ანალოგიურად ძალიან მომწონს. ავტობანზე აჩქარების მომენტში ну აქაც შევეცდები რა თქმა უნდა რომ გავაკეთო. უბრალოდ როცა ავტობანზე უჩქარდებოდით, იქ თუ ხმას დააკვირდებით, მაღალ აბაროტებში რო გადადის, აი დაახლოებით 6000-ის შემდეგ, თავისებური Porsche-s ხმა გამძრავს აქ, აი ძალიან თავისებური ხმა მაღალ ბრუნებში. ну იმ შემთხვევაში თუ ხმა შეგაწუხებთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ვერ უნდა შეგაწუხოთ, დავაჭერთ ამ ღილაკს, უკან დროსელებიც დაიკეტება და მანქანა აბსოლუტურად ჩუნდება. იქიდან გამომდინარე რომ ვახსენე, რომ ამ მანქანით ყოველდღურად გადაადგილება არის რთული, მაინც მოდი განვიხილოთ თუ მოგიწიათ 2-ზე მეტ ადამიანს ამ მანქანით გადაადგილება. ანუ რა ხდება? პირველ რიგში ძღოლსაც და მგზავრსაც უწევთ რომ მაქსიმალურად წინ მიიწიონ და წინ მიწევის შემდეგ, ანუ უკან გვაქვს აი ესეთი მცირე ადგილი, ანუ რეალურად 2 ძალიან გამხდარი ადამიანი დაეტევა, მაგრამ ის რომ ეს მანქანა სამოგზაურო დანიშნულებით გამოვიყენოთ, ну ალბათ არ არის მაინც და მაინც ამისი ყველაზე ძლიერი მხარე. ცოტა ხნით მე მანქანის ხმას მოგასმენინებთ და დათქვით. მოდი. მოსახოვებში ნუ აი დაწევებული არის გზაზე, გზის ნაწილი ხდება თითქოს ისე დადის და ცოტა მიდიაში გადმოვიყვანოთ ნორმალში.
ეხა არის დროსელ გახსნილი უკვე. რაც შეეხება წინ უკვე ამ ცხვირის აწევის ფუნქციას, გარე ვიზუალურადაც განახებთ. ეს უკვე აგვარიდებს რაიმეზე ცხვირის წამოდების საშიშროება თუ არსებობს მაგ შემთხვევას. ამასობაში გაგვიწვენდა, მაგრამ წინა რა თქმა უნდა ვერ შეგვაჩერებს. ესე იგი, ბარბლებზე გამახსენდა სპორტში ბარბლები ან რაიმე მსგავსი არ აქვს, მაგრამ სპორტპლივში როგორც კი გადავრთავთ, ემატება უკვე ექსპორტული ელემენტები, ბარბლი და ასე შემდეგ. მოკლედ, საღამო საათებშიც ძალიან კარგი ვიზუალი აქვს და რომ ბნელდება უკვე, როგორც გეუბნებოდით, უკანა ფარები ძალიან მომწონს. აი ეხა უკვე მიღებული აქვს იდეაში ის ვიზუალი, რომელიც მე ძალიან მომწონს. მოკლედ, ბოლოს რაც შეიძლება ვთქვათ, საფასო რეინჯი, ასე ვთქვათ, არის მოკლედ ეს ავტომობილები დაახლოებით მერყეობს 140,000 ევროდან. ამ ავტომობილის ფასები მერყეობს დაახლოებით 140 ევროდან 170,000 ევრომდე. დამოკიდებულია რა თქმა უნდა კომპლექტაციაზე, გარბენზე, მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ნუ ამ შემთხვევაში ეს მანქანა იდეალურ მდგომარეობაში არის და ამას დამატებული არის მაქსიმალური კომპლექტაცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ ავტომობილს. მინუსებად არ ვიცი, ალბათ ინტრიგანი ადამიანი უნდა ვიყო, რომ ამ მანქანის ასეთ უაზრო მინუსებზე ვისაუბრო. ერთადერთი რაც როგორც მე პატრონეს შემაწუხებდა არის აი ამ ჭრილებში იმედია ჩანს კადრში. ტრეკზე სიარულისას, გინდათ ან ჩქარა სიარულისას, როცა წინ მანქანა მიდის, რომელი კენჭიც თქვენკენ იქნება გამოსროლილი, ხვდება პირდაპირ რადიატორებს, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვენა მხარეს და ზიანდება რადიატორი და იაფი რა თქმა უნდა არ ეღირება ეს რადიატორი, რომ დაზიანდეს და გაუშვას რომელიმე სითხე. შესაბამისად, ამას მოდით პატარა მინუსაც ჩავუთვლი პორშეს. დანარჩენი ფიქრობ რომ სულ ეს იყო. ინტერიერიც გავიარეთ და გათვალიერებინეთ. იქიდან გამომდინარე ყვითელში არის ნაკერებიც, ხვედიც გვაქვს ყვითელი ფერის. უკანა მხარეს სკამები როგორც ასეთი არა გვაქვს, ეგეც განახეთ. დანარჩენი კიდევ თუ მოგეწონათ ვიდეო, თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ და მოდით ამ ვიდეოთი ავიღოთ ყველაზე მეტი მოწონება. შესაბამისად, თქვენ იყავით არხ Mooney Drive-ზე, მე დაჩი ვარ. დღეს კი ამ ვიდეოთი გემშვიდობებით. იმედია ისია მონეთ ვიდეოთი. დროებით.